ხალხის ცხოვრება ძვირდება, ქართული ოცნება მოსახლეობას პროპაგანდას სთავაზობს, თავისთვის კი კიდევ ერთ კანონს ცვლის. სახელმწიფო დანამატები და ფულადი ჯილდო თანამდებობის პირებისთვის 2018 წლის გადაწყვეტილება უქმდება და მტკიცდება ახალი წესი, რომელიც ხელფეხს უხსნის რეჟიმს, რაც უფრო მეტი ფული მისცეს საკუთარ კადრებს. ცვლილება ეხებათ მინისტრების, რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრთა მოადგილეებს. ბიუროკრატიის კომფორტი ხალხს სულ უფრო მეტი უჯდება. საზოგადოების რეაქციის პასუხად კობახიძის ადმინისტრაციამ დღის ბოლოს ბუნდოვანი განმარტება გამოაქვეყნა. ხელფასების გაზრდის შემდეგ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს არც სახელმწიფო დანამატები და ფულადი ჯილდოები მოაკლდებათ. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონის შეცვალოს. გაუქმდება შეზღუდვა, რომლის საფუძველზეც ამ კატეგორიის ჩინოვნიკები 2018 წლის შემდეგ ფულად წახალისებას ვეღარ იღებდნენ. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ შრომას მეტ სტიმულს მისცემს. ცვლილებით გათვალისწინებულ პირთა წრე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უწყებათა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული ამოცანების ჯეროვან შესრულებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი. აღნიშნულ პირთა მატერიალური სტიმულირების შესაძლებლობა მათი შრომის წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. მინისტრების, რწმუნებულების და მერების მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები სახელმწიფო დანამატებს და ფულად ჯილდოებს მიიღებენ, თუ კი ზეგანაკვეთურად იმუშავებენ და დამატებით ფუნქციებს შეასრულებენ. იმუშავებენ უქმე დღეებში, ან ჯანმრთელობის რისკის ფასად და ამავდროულად კეთილსინდისიერადაც. ფულადი წახალისების ოდენობამ კი შესაძლოა წლიური ხელფასის 20%-აც მიაღწიოს, რაც საშუალოდ 30,000 ლარამდეა. ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მესამე სექტორში ეს ნაბიჯი გაუმართლებლად და კორუფციის რისკის შემცველად მიაჩნიათ. როდესაც მართველი პარტია აღიარებს, რომ ელიტურ დონეზე, ზუსტად მაღალ დონეზე არის კორუფცია და ამას ბევრი შემთხვევა თვითონ დაადასტურეს, მაშინ რატო აბრუნებენ იმ კიდევ ერთ საშუალებას, კორუფციული რისკის შემცველ საშუალებას, რაც შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული, ხო? და ამას არ აყოლებენ არანაირ ამ რისკის დამზღვევ მექანიზმს. ამიტომ, რა თქმა უნდა, კითხვები ჩდება, როგორც მინიმუმ კორუფციული რისკებთან დაკავშირებით, როდესაც უამრავი სხვა საჭიროებაა ქვეყანაში, რატო არის კიდევ დამატებით შემოსავლის წყაროს გაჩენა საჭირო მაღალი თანამდებობის პირებისთვის. არის ერთგულების და კლიენტელიზმის ლოიალობის სისტემის შექმნა საჯარო სამსახურში და მას სჭირდება პრემიებისა და დანამატების წესის მოქნილი წესის შემოტანა იმისთვის, რომ ეს მორჩილება და ერთგულება კიდევ უფრო ადვილად იყიდოს ბიუროკრატიის შიგნით. სახელმწიფო დანამატების გაცემა ქართულმა ოცნებამ წლების წინ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების პასუხად შეაჩერა. ჩინოვნიკებზე გაცემული ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომაც მაშინ გადაწყვეტეს, რომ ქამრების შემოჭერის დემონსტრირება მოეწყოთ. თუმცა ახლა როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრი ოცნებას უკვე ნაკლებად აღელვებს. ოცნება საქართველოს ბიუჯეტში ვერ პაულობს თანხას, რომ დაეხმაროს დუშენის კუნთოვანი დისტროფიით მქონე ბავშვებს. რომ დაეხმაროს სკოლებში უფასო კვების შეტანით მთელ საქართველოს, რომ გაზარდოს პენსია 20 ლარზე მეტით. მაგრამ ყოველთვის იძებნება თანხა ბიუჯეტში იმისთვის, რომ ფუფუნების ცხოვრება გაუხანგრძლივონ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. ადამიანები აი ელემენტარული ცხოვრების პირობების არარსებობის გამო ქვეყანას ტოვებენ და სადღაც სხვაგან ეძებენ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ამ ფონზე რეჟიმის პასუხი არის, რომ საკუთარ წევრებს უნდა გაუზარდოს პრემიები და დანამატები. თითქოს არ ყოფნიდეთ ის, რაც აქვთ. და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ეს არის კლასიკური რუსული ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც აქვს ორი ამოცანა. ერთი არის რაც შეიძლება მეტი ფულის მოპარვა ადამიანებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მეორე რუსეთის ინტერესების მსახურება. რა მიზანს ემსახურება ეს წესით პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი? ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ რეჟიმს ჩინოვნიკების ლოიალობის ყიდვა სურს, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ ფულადი წახალისება მათი სტაბილური ყოფის გარანტია ვერ გახდება. ძალიან ასე ვთქვათ მარტივად იკითხება, რომ ჩვენ მოგცემთ დამატებით ფულს, ოღონდ ეს ლოიალურობა კიდევ უფრო იყოს, ვთქვათ, მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის. ხო, უბრალოდ ყველას უნდა ესმოდეს, რომ რეალურად, როდესაც ბეძინა ივანიშვილს დაჭირდება და ამ სისტემას პრაქტიკულად, ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში სისტემიდან ადამიანებს დაიჭერს, გადააგდებს და ასე შემდეგ, როგორც არაერთხელ უქნია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა საჯარო სექტორში ოპტიმიზაციისა და თანხების დაზოგვით
არერთხელ მოიწონა თავი, როგორც ჩანს კამრების შემოჭერა მაღალ ჩინოსნებზე არ ვრცელდება. მათ мотиваციისთვის დიდი ფული სჭირდებათ, რაც ისევ რიგითი მოქალაქეების გადასახდელი იქნება. ამ ლოგიკის საპირისპიროდ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკების წახალისებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები არ დაიხარჯება. ამას როგორ მოახერხებენ, განცხადებაში აღარაფერი წერია.